YouTube არხი იმისთვის შევქმნი, რომ ჰოლივუდის რაღაცა ჭორები და რაღაცა ისეთი ისტორიები დამედო, რაღაცა სახალისო, რაღაცა კარგი, თუნდაც რიანაზე, თუნდაც ბიონსეზე, რაც უფრო უღრმავდებოდი ინფორმაციას, მით უფრო ცუდად ხვდებოდი, იმიტომ რომ გულთან ძალიან ახლოს მიმქონდა. არ მინდა, არანაირად არ მინდა ჩემი არხი იყოს ჰოლივუდთან ახლოს. მთელი ბავშვობა ვიღაც კუმირები გვყავდა, ალბათ თქვენც გყავდათ, რომ ვუსმენდი, ვუყურებდი და ერთ-ერთი იყო ბიონსე, რომელსაც რამდენი წელის განმავლობაში ვუსმენდი და მეთქი რა მაგარი ქალია, რა მაგარი დედა, რა მაგარი ოჯახია. და ამ დროს მისი ქმარი პატარა ბავშვებს ორი წლის წინ პირველად დავინტერესდი ეპშტეინის ფაილებით. არავის რეაქცია არ ქონდა, არავინ დაჭერილი არ იყო და ყველა ეთქოდა, რომ ფაილები გაასაჯაროვეთ. ფიდიდის ამბავი გადაფარა საუბედუროდ და კიდევ ერთი რაღაცა. ამ ამბის უკან კიდევ უფრო დიდი რაღაც იმალება. კითხვა. ძალიან ბევრი ხალხი არის ამ დოკუმენტში მოხსენებული. მათ შორის ქართველები. ეს არის ივანიშვილი, სააკაშვილი, ზურაბიშვილი, გახარია, ბენდუქიძე და გამოქვეყნდა ფაილები და ყველა ეძებს ვიღაცა ნაცნობს შეგნით. ხო ესეა? უკაცრავად კამერას გავასწორებ. ყველა ნაცნობს ეძებს. პირველი ქართველი, ვინც გამოქვეყნდა ეს ძალიან გახმაურებულად იყო კახა ბენდუქიძე. რომელიც იწვევდა აი ამ პიროვნებას ლექციის მგონი Zoom-ში ჩასართულად თუ რაღაცა, რომ აი წაიყვანა, დასწრებოდა რაღაც ლექციას ბავშვებს, რომ გაიცნოთ ეს ვინ არის და რა არის. არა, მე არაფერში არ ვადანაშაულებ კახა ბენდუქიძეს, იმიტომ რომ ეს პიროვნება რეალურად იყო ძალიან ბევრი კარგი წამოწყების თავი და თავი. ფულის ჩადება წამლებში, მედიკამენტებში რაღაცა გამოძიება. დიახ, კოვიდი ამათი მეგობრებო, მე გირჩევთ, რომ ჩემი ვიდეოს ბოლომდე უყუროთ და ძალიან გთხოვთ, რომ კომენტარი დამიწეროთ, თან ამაში დამეხმარებით, რომ მოტივაცია მომცეთ, რომ კიდე გადავიღო ვიდეოები. რატო არ ვწერდი ვიდეოებს ჰოლივუდზე? იმიტომ რომ ჩვენთვის ჰოლივუდი აღარ არსებობს და ზუსტად ეს ვიდეო იქნება იმისი დასტური, რატომ აღარ არსებობს ჩვენთვის ჰოლივუდი? ქართველები ეპშტეინის სიაში. არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, არც ზურაბიშვილს, არც გახარიას არ უნდა დავაბრალოთ ამ პიროვნებასთან კონტაქტი, რადგან უბრალოდ არ ქონდათ კონტაქტი. შესაძლოა სადღაც კულუარების უკან და სადღაც ქონდათ, მაგრამ რეალურად რაც ფაილებში ყველაფერს გავეცანი, ყველაფერს გადავხედე და არ არის. და ქართველ პოლიტიკოსებს ნურცერს ქართველ ადამიანებს ნუგარებთ, იმიტომ რომ არც ერთი არ არის მართლა გარეული ამ საქმეში. ერთადერთი ადამიანი, რომელიც არის გარეული ამ საქმეში, რაღაცა დაახლოებით ის იყო, რომ მოქალაქეობის, Instagram-ზე დაიდო ვიდეო. მოქალაქეობას არ მაძლევენო, საქართველოს მოქალაქეობასო, წერდა ვიღაცა ქალი აი ამ კაცს. როგორც ვიცი ქალი იყო. მოქალაქეობას არ მაძლევენ საქართველოსო, არა და მამა ქართველი მყავსო. და რა კარგი იქნებოდა, უვიზო მექნებოდა ევროპაში მიმოსვლაო და მარტივად გავაკეთებდი ამერიკის ვიზასაც. აი ესაა დაფიქსირებული. დანარჩენი ქართველები არ არიან. არის ნერვიულოდ, დამშვიდდით, chill და კიდე პლუს ამას პუტინის ძალიან ვარდისფრად დანახვა რო უნდა ყოველას, რომ აი ხედავთ პუტინი ამბობდა, რომ ისინი ბავშვებს ჭამენ და თურმე აი მართლა ჭამენ. ანუ რახანი ის ამბობდა, რომ ესენი არის ცუდი ხალხი, ის კარგი გამოდის? არა. დახურული ქვეყანა აქვს. ისევე როგორც კიმ ჩენ ინს აქვს დახურული ქვეყანა და კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი სამხედრო პირი, რომელიც გამოიქცა და გადაურჩა ყველაფერს, მოყვა რომ ზუსტად იგივე, რასაც ეპშტეინი აკეთებს, იგივე აქვს კიმ ჩენ ინს იქ. და ტყეში რომ ვიღაცამ გაიაროს იმ ტყეში, სადაც მისი ვილაა, ნებისმიერი ადამიანის მოკლა გვევალებოდაო. და რა, გონიათ რომ სხვები არ არიან ესე? არა, ძალიან ცდებით. განსაკუთრებით პოლიტიკოსები, არც ერთი პოლიტიკოსი სუფთა არ. ამიტომ ხო მოდი ვთქვათ, რომ დიქტატორები ყველა ერთნაირები არიან და არ უნდა რა ვიღაცის ვარდისფერი სათვალით დანახვა. თბილისი მართლა ხშირად არის ნახსენები, მაგრამ ძირითადად მის მეილზე იყო მოსული ჟურნალებიდან, გაზეთებიდან რაღაცა სიახლეები იქეთური აქეთური. ძალიან ბევრი
ამ რაღაცას უყურებს მსუბუქად. რეალურად ფაილებში იყო საუბარი კანიბალიზმზე. ანუ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? თუ ვერ ხვდებით, შურს თქვენი თუ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ამ ფაილებმა ანუ ღამე ამას უსმენ, დილით ჯერ ხო თავიდანვე 2 წლის წინ რო გავიგე ეს ამბავი ხო მაშინ ძალიან ვიყავი ჩართული რომ მეთქი ის ვიდეო ყველა ვიდეო ნახე რაც კი YouTube-ზე იდო ყველა ინფორმაცია ვნახე. ფაილებში ვიყავი, შემძვრალი ძალიან ცუდად ექცეოდნენ ბავშვებს. და მე არ ვიცი ამ კაცს შვილი არ ყავდაო ამბობენ და შვილი თუ არ ყავდა ამდენი ბავშვი მის კისერს და მის ხელებში რატოა ვერ ხვდები? ფაილებში შედით და ნახეთ. თუ შვილი არ ყავდა, აბა ისინი ვინ არიან? ხო და გამშვიდეთ. ცუდად არც ერთი ქართველი არ არის მოხსენიებული. მოდი ახლა გადავიდეთ, ვერ ვსაუბრობ. მართლა ვერ ვსაუბრობ. გადავიდეთ სია. სია ალბათ იცით რომელია? Fly through the chandelier. იცით ხო სია? ჩოგები. მოკლედ, მაგ ქალს მაგ კლიპში ყავდა ბავშვი გადაღებული, რომელიც ესე იტყლარწებოდა და ცეკვავდა. მაგ ბავშვის სახელი გვარიც არის ნახსენები. და პლუს ამას ძალიან ბევრი საჭმელის სახელია გამოყენებული ბავშვების ნაცვლად. გაკურით გაწვით ინფორმაციას, იმიტომ რომ მე ჩემს მოქმედებს ძალიან ცუდად. მაგ ბავშვის სახელიც არის სიაში და კიდე არის მოწერილი SMS-ი, რომ პიცა ფართი ძალიან მაგარი იყო. ამავდროულად სია არის ბიონსეს კომპოზიტორი. ანუ ბიონსეს რაც კი ჰიტი აქვს დაწერილი, სიას დაწერილია რეალურად. და სია ყოველთვის ადანაშაულებდა ბიონსეს, რომ იყო მის ჩრდილში. მაგრამ ეს ხიად არასდროს არ ხდებოდა. ეხლა მივედით ბიონსესთან. ბიონსე და ჯეიზი დაშორდნენო ამბობენ, იმიტომ რომ ჯეიზის ძალიან ცუდ რაღაცეებში ედება ბრალი, ხო ხვდებით რაშიც? და როგორც ამბობენ, გაფრინდაო ამერიკიდანო, გადაიმალაო და ბიონსე დაშორდაო მასო. მაგრამ მოდი ყველაფერი იქიდან დავიწყოთ, რომ ბიონსე ძალიან პატარა იყო ასაკით, როცა ჯეიზის შეხვდა და ჯეიზი იყო ძალიან დიდი ასაკით, როცა ბიონსეს შეხვდა. ანუ უკვე თავიდანვე იყო ეს კაცი პედოფილი. ბიონსე იყო მისი მონა. ასევე კიდევ ერთი მონა ყავდა, მომღერალი ალია გოგონა. და ის გოგონა რო ეხა ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ბიონსე არ ყოფილიყო ესეთი პოპულარული. ის გოგონა მოიშორეს ძალიან მარტივად. არ ვიცი ეს ჩემი ვიდეო რამდენ წუთიანი იქნება, უბრალოდ იმდენი ინფორმაცია მაქვს ერთად დაგროვებული და იმდენი ინფორმაციას ვერ ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ საუბრის დროს ცუდად ხვდები. რამდენი ბავშვი არის დაკარგული? დაკარგული თუ არა განარკომანებული? განარკომანებული თუ არა გარდაცვლილი? ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც კისერზე ეჯდა, სურათზე, ეპშტეინს, ამერიკაში იყო დაკარგულად გამოცხადებული. ის ბავშვი ახლა სად არის? ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ყავდა ასობით ქალი, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ბავშვობაში ისინი იყვნენ ეპშტეინის მსხვერპლი. ის ავალდებულებდა, აიძულებდა, ვიდეოებს უღებდა, ჩანაწერებით აშანტაჟებდა. მუქარით აშანტაჟებდა, აკეთებინებდა საშინელ საქმეებს. ასობით ქალი ყავს დღემდე, რომელიც ტირის, ბღავის გვეუბნება ამას. და ჩვენ ვეუბნებით, რომ შენ ფული გინდა და იმიტომ ტირი, ხო? შენ ფული გინდა. ამ ქალების არ ჯერა ამერიკელებს და პრეზიდენტად ირჩევენ ტრამპს. ანუ ამ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვარ ამას ძალადობის მსხვერპლი, ამა და ამ კაცისგან, ამისი არ ჯერათ, იმიტომ რომ იმ ქალებს ფული უნდათ. ძალიან პოპულარული რუსი მოდელი. ეპშტეინის ერთ-ერთ სანამ ამ ვიდეოს ჩავთავ, რომელზეც ის რუსი გოგოა, რომელიც გითხარით, მოდელი. ნინა რიჩის რეკლამა ეს. და მთელი ეს რეკლამა მახსოვდა წლების განმავლობაში. და როცა გავიგე რომ ეს გოგო გარდაიცვალა, იმდენად მეწყინა, თითქოს ვიღაც ახლობელი გარდამეცვალა ამ გოგოს გარდაცვალება რო გავიგე და წარმოიდგინეთ რომ წერილებში ეპშტეინთან არის ესეთი წერილიც, რომ ერთ-ერთი ქალი მემუქრებაო ვიღაცა წერს. და ხომ არ იციო მის საახლობლოშიო წრეო ვინ ყავსო. ეპშტეინს აქვს წერილი, რომ
მის სიახლოველი ვიციო და გავარკვევო სად არისო. ნიუ-იორკშია ჩამოსულიო. ხო და საქმის მოგვარება გვინდაო. და მოდი ახლა გეტყვით რუსლანას რა დაემართა. ნიუ-იორკში ფანჯრიდან გადმოხდა. არავის არ ჯერა იმისი რომ რუსლანამ თავი მოიკლა. სულები მთელი ამბავი იყო რა და შოლებიც ამბობენ რომ აი არა ვერავინ ვირას ვერ დამაჯერებს ჩემ მაშინო თვითკოვება ჩაიდინე, იმიტომ რომ ვესაუბრებოდი, სულ კონტაქტში ვიყავი მასთან. ეხლა ნახეთ აი ეს გოგო რომელია, შეიძლება რეკლამაც გეცნოთ. ეს რეკლამა გახსოვთ? ნინა რიჩის სუნამოს. ულამაზესი იყო. ეს გოგონა იყო ეპშტეინის კუნძულზე. და უეცრად ნიუ-იორკის ერთ-ერთი მაღალსართულიანიდან გადმოხდა. ამას რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთმა რუსმა გოგომ, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ეპშტეინთან, საკუთარი ინსტაგრამი იპოვა ეპშტეინის ფაილებში. და რანაირად? მარტო იყო წასული იაპონიაში, მარტო ისვენებდა იაპონიაში იმ პერიოდში. და ვიღაცა რუსს აქვს გაგზავნილი ეპშტეინთან, რომ ამ გოგოს ის ნახეო. ძალიან ბევრი რუსია სხვათა შორის ამ საქმეში გარეული. ახან რუსეთი ვახსენებ, არა იმასაც ვიტყვი, რომ ჯეფრის ძმას აქვს მიწერილი თვითონ ჯეფრისთვის, რომ ის ვიდეო პუტინს ისევ აქვსო. რომელი ვიდეო? ჯეფრი ეკითხება. და ის სადაცო ტრამპი და კლინტონიო ერთად არიანო. ნუ არ ვიტყვი. ერთ არიან არის დაწერილი, მაგრამ რაღაცა სხვა დაწერილი. დააკვირდეთ. ეს არის ნიკელოდეონის. სხვათა შორის ამაზე მგონი მე ნასაუბრები მაქვს თქვენთან მგონი ვისაუბრე ამ თემაზე. ლოგოს დააკვირდით და ეპშტეინის კუნძულს დააკვირდით. ეს იყო გადაცემა, რომელიც ბავშვებს სპობდა ფსიქიკურად, ფიზიკურად და ყველანაირად. ეს იყო გადაცემა, სადაც მგონი არიანაზე მქონდა ვიდეო ჩაწერილი, სადაც თქვი რომ არიანას აიძულებდნენ რომ საშინელი რაღაცეები გაეკეთებინა. ბავშვს ანუ ფეხების კონტენტზე მაქვს საუბარი. რაღაცა წარმოიდგინე რომ ეს ხდება ანუ ბავშვს აკეთებინებენ ისეთ რაღაცას მულტფილმში, ბავშვების სერიალში ისეთ რაღაცებს აკეთებინებდნენ აი ამ კომპანიაში, რომ გარდა იმისა რომ ძალადობდნენ მათზე. გარდა იმისა რომ მათზე ძალადობდნენ. აი ეს ბავშვიც იყო ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი. აი ეს კაცია ახლა. განარკომანდა და ქუჩაში ცხოვრობს. კიდევ მინდა ერთი რაღაც აღვნიშნო. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ბავშვების ასაკის მიხედვით საჭმელების სახელებს იღენებდნენ. ეს კლიპი ხო იცით? ნუ ახლა მე აქ ჩემ თავს ვერ დავაპატარავებ, იმიტომ რომ დამიბლოკავენ ვიდეოს. ეს სიმღერა you got the yummy yummy yummy. აი ამ კლიპში დააკვირდით უკან, თუთ გამოწიო, უკან საკრავებზე უკრავენ ბავშვები. არასრულწლოვნები. უყურებთ კლიპს. მაგიდასთან ზის ხნიერი ხალხი. ასევე მდიდრები. ეხა სხვა კლიპს დავიჭერ. სხვა მომენტს, აი აქაც პატარა ბავშვი. მაგიდასთან ვინც ზის, დააკვირდით, ასაკს. მე ეხა ჩემ თავს ესე გავწევ და გამოვწევ, იმიტომ რომ არ დამიბლოკოს ვიდეო. მიირთმევენ საჭმელს ბედნიერად. რატომ? მოდი კითხვას პასუხი გავცეთ. რატომ შეიძლება ესეთი კლიპი გადაიღოს, სადაც პატარა ბავშვები არიან მოსამსახურეები, პატარა ბავშვები არიან მუსიკოსები და დიდარი მოხუცი ხალხი ზის სუფრასთან და მიირთმევენ. და რაღაცნაირად საზიზღრად გამოიყურება საჭმელები. და ძალიან გემრიელად მიირთმევენ და აი ეს ახალგაზრდა დააკვირდით? უყურეთ, აი ხელი ჩამოართვა. ანუ ახალგაზრდას სუფრიდან და ის ადგა. დიდი ალბათობით აქ აქვს გამოყენებული ჯასტინს თავისი პროდიუსერის სკუტერ ბრაუნის სახე. იმიტომ რომ სკუტერ ბრაუნი იყო ის, ვინც ჯასტინ ბიბერი გახადა პოპულარული. ძალიან ბევრ რაღაცას ადრეც ვაკვირდებოდი, ეხლაც ვაკვირდები და ანუ მეწოდება, გულით გეუბნები. ანუ საზიზღრად გამოიყურება საჭმელები, ხო ხვდებით? თუ გემრიელ რაღაცაზე არის კლიპი და სიმღერა, მაშინ გემრიელი საჭმელი დადე, ხო? ხამე სიტუაცია იცვლება.
ტანზე იხდიან და აი სუფრა ხო ალაგებული არის და ბოლოს ნახეთ აი ეს ტორტი ჩანს და თეფშზე არის ჯასტინის პატარაობის სურათი და იამი აწერია. შეგახსენებთ, რომ ბავშვებს ასაკის მიხედვით ეძახდნენ სხვადასხვა რაღაცას. პიცა მათ შორის იყო მცირე ასაკის გოგო. შესაძლოა კანიბალიზმზე იყო აქ. ამ კლიპში მინიშნება. მოდი შეგახსენეთ ტრამპმა რა თქვა ეპშტეინზე. თქვენ ხო მეგობრები იყავითო? არა, ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართო. და ჯეფრი ძალიან კარგი ადამიანიაო, მას უყვარს პატარა გოგო ბავშვები ისე როგორც მეო. ძალიან ბევრი fake სურათიც არის გავრცელებული, მაგალითად აი ეს სურათი არის გავრცელებული, რაზე მინდა დაგამშვიდოთ. ანუ აქ არის ადამიანის ფეხი რა, ამ ადგილას. ხო და ესო ბავშვიაო. არა. ამას არც ატვირთავდნენ აქ ბავშვი ყოფილიყო, იმიტომ რომ რაც კი რაიმე მნიშვნელოვანია, ყველაფერი არის შავი კუბიკით დაფარული ეპშტეინის ფაილებში. სახე, სახელი, ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. ყველაფერი დაფარულია იმათი, ვინც არის დამნაშავე. და ვინც არის მსხვერპლი, ანუ ქალები, ვინც ამდენი წელი ძახდა, რომ მისი მსხვერპლი ვარ ეს და ეს გვიქნა, გვაწამა და ხმას ძლივს ვიგებთ, იმიტომ რომ გვეშინოდა ამდენი წელი ხმის ამოღების, იმათი პირადობა, მისამართი არაფერი დაფარული არ არის საბუთებში, იმ დოკუმენტებში. ნუ ვინც გაასაჯაროა, აი FBI როგორ მოიქცა, იცით? აი 3 მილიონი ფაილი თქვენ. იოუ, ჩვენ მაგრები ვართ, ხედავთ? გავშიფრეთ. რა გაშიფრე? დაჭერილი არავინ არ არის. და ეპშტეინი გადაცვლილი არ არის. ციხის უფროსი ეს ციხის დაცვა ამბობს, რომ ღამე გააპარესო. ნუ მაგისი თუ არ გჯერათ, რომ ის ეხა ცოცხალია, მიგუშ თქვენი. თავი მოიკლა რა ისა კიდე. მამის თავზე მეტად არავინ არ უყვარდა მაგ ადამიანს. ფაილებშიც შეატყობთ. ხო, მოგეთ ეს სურათი გავრცელდა ეხა და აგიხსნათ აქ რა ხდება რა. ეს არის +18 სურათი, რომელიც ადრე იყო ინტერნეტში გავრცელებული. ანუ აქ რეალურად კაცი იწევს და რაღაც გეიბის კონტენტი არის. ან მისი დაფოტოშოპებული ეს უბრალოდ გავრცელდა ინტერნეტში და აი მან უბრალოდ შეინახა. აი წარმოიდგინეთ 2003 აქ შეხედეთ. ой 2003 წლის სურათია. ძალიან ბევრი fake ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ეს არის ერთ-ერთი სურათი. ის ძალიან გახმაურებული სურათი, ეს არის ლონდონის პრინცი ანდრეი. ნუ სურათზე უკან ბექგრაუნდზე რა, აი ეს მაგვირებს აქ რა ხდება, თუ ეს ქალი ცუდად არის. ნუ მოკლედ, ეს ეხა ვინც წევს, ზოგი ამბობს, რომ ის არისო. რა ფუნქცია ქონდა ამ სურათს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ფუნქციო სურათი აქვს ეპშტეინს გადაღებული. ანუ ძაღლები უყვარდა და ძაღლებს სურათებს უღებდა. სხვა ამ ადამიანს ადებითი არა აქვს. თქვენ ალბათ ვერ წარმოიდგენთ იმ ციფრს, რა ციფრის მსხვერპლზე შეიძლება იყოს საუბარი. და მოდი, ეხლა რახან ძალიან შევიჭერით ამ თემაში, კიდევ ერთ რაღაცას გაჩვენებთ, რაც შეიძლება თქვენ ანახი არ გქონდეთ. ეს ვიდეო გამოქვეყნდა ძალიან ადრე. სანამ ეპშტეინზე ინფორმაციას გავიგებდი, მანამ ეს ვიდეო შეხვდა ინტერნეტში და გული ისე ცუდად გამიხდა. აი, რო იტყუება ადამიანი ხვდები. როცა გონებრივად ვერ არის, მაგასაც ხვდები. ამ ვიდეოში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალი ამბობდა სიმართლეს. ეს ქალი გაქრა, საგიჟეთში წაიყვანეს. ბოდიშით ჩემი ცრემლებისთვის, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ ემოციური ვარ, უბრალოდ ადეკვატური რეაქცია მაშინ როცა კარგად იაზრებ. რეალურად რამდენი მსხვერპლი ყავს? არ გვაქვს. არანაირი ჰოლივუდი არ არსებობს. არანაირი ცნობილი ადამიანი არ არსებობს. არანაირი ვირუსი არ არსებობს, არანაირი საზღვრები არ არსებობს ქვეყნებს შორის. შეიძლება თქვენ ახლა მასში ხედავდეთ ნარკომანს, რომელიც გაუაზრებად რაღაცებს აკეთებს. ავატყობს, ხედავდეთ, როდესაც
Kanye West ხედავდეთ ვიღაც გიჟს, მაგრამ გიჟი არ არის. კარგი ადამიანია, რომელიც მოსპეს, დედა მოუკლეს. ყველაზე ცუდი ექიმი, ყველაზე ცუდად შეფასებული ექიმი მიუყვანეს საავადმყოფოში. ჩვენ უბრალოდ ეს ისტორია ვიცით, მაგრამ შეხედავ რაღაცა ნახევარჩიშველი გამოვა და გიჟად ვთვლით. Britney Spears შეხედეთ რას გავს, რას აკეთებს, ტანი დაიწვა. ტანი დაიწვა ნახევრად ცეკვის დროს, იმიტომ რომ ჭუაზე აღარ არის ქალი. ბავშვები წაართვეს, საკუთარმა ოჯახმა რა გაუკეთა. რა შენი ინსტაგრამი და რა შენი ფეისბუქი? გამოწყებილ კაბებში გადაღებული სურათები და მის უკან რეალურად რა ხდება? ცოცხლები რა დღეში არიან და ამათ ხელში ჩავარდნილი ბავშვები რა დღეში იქნებოდნენ? ვიცოდი რომ ეს ვიდეო იქნებოდა ჩემთვის მძიმე გადასაღები. ყოველთვის ვარიდებდი თავს ამ თემაზე ვიდეოს გადაღებას ყოველთვის თავს ვარიდებდი და ჩემს YouTube-ზეც თუ გადახვალთ არხზე მიწერია რომ ჰოლივუდ სიახლეები. არ არსებობს ჰოლივუდი. იმდენად ბევრი ვეძიე რომ ბოლოს ამოვთხარე და შიგნით არის დამპალი რაღაც ხორცი. ვერ გახდები პოპულარული თუ რელიგიას არ უარყოფ, განსაკუთრებით ქრისტიანულს. ვერ გახდები პოპულარული. გეფიცებით, აი მე რო ეხა მოვინდომო მომღერლობა და მე რომ მოვინდომო დავუშვათ გრემის რაც არის ეგ რაღაცის აღება რომ მოვინდომო, ავიღებ და რითი? რელიგიაზე უარს ამბობ, ანუ სულს ყიდი და რა თქმა უნდა იხდი. ტანზე იხდი, აჩვენებ სიშიშვლეს და საკუთარ კონცერტზე დგამ რიტუალს, სატანისტურს. მოცეკვავებიც გეხმარებიან ამაში. ასე და ამგვარად ხდები პოპულარული. ბექემების ოჯახში რძალი შევიდა. რძალი გოგო ახალი, ანუ ცოლი რომ მოიყვანა ბექემის შვილმა, ცოლის მამა არის ამ კაცის მეგობარი. რა ვიდეო უნდა ჩავწერო ბექემებზე? რომელიც ხარ უნდა დავიჭირო? რა ქორწილში ცეკვა და რაღაც ვითო სკანდალები, რეალურად რა ხდება? ოჯახში მიუყვანა ამისი ძმაკაცი. მე იმას ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ გოგონები იყვნენ მსხვერპლი, იმიტომ რომ ბიჭებიც იყვნენ მსხვერპლი. ეს ორი ბავშვია კიდე მისი მსხვერპლი. და მსხვერპლს იმიტომ ეძახი, რომ ეხლა ესე გამოიყურებიან. ადეკვატური ადამიანი ესე გამოიყურება? არა. რა იწვევს ამას? ამ კაცთან კონტაქტი. არის პირამიდის სადღაც ქვემოთ და ზემოთ კიდევ უფრო მაღალი წოდების საზოგადოება დგას პირამიდის წვერზე. ეს არის ქალი, რომელმაც ტრაილერი იპოვა ბავშვის ნაწილებით სავსე. იმ ქალბატონის სამწუხაროდ ინფორმაციას ვერ პოულობ, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ მოხდა ეგ ამბავი, რომ ტირო და ტრაილერი ნახა, ბავშვებით სავსე ტრაილერი ნახა. ბევრმა საიტმა დაწერა, რომ 2017 წლის ფაილებში არის საუბარი პანდემიაზე. ბილ გეიტსი და ეპშტეინი საუბრობენ პანდემიაზე 2017 წელს. ჩინელმა ღამურა შეჭამა. იცით კოვიდი როგორ დაიწყო? ჩინელმა ღამურა შეჭამა. და იცით რო ჩინელებს ვერ იტანდნენ? დასანახად. კიდევ ეს ბიჭი, ეს მუსიკოსი იყო, ერთ-ერთი რომელიც ასევე გამოვიტირე. Wake me up when it's all over. მის დაწერილი. hot dog-ით ტექსტებში, ეპშტეინის ფაილებში თუ გადახვალთ და ნახავთ ძალიან ბევრ hot dogs, ძალიან ბევრ პიცას, ძალიან ბევრ ყველს. hot dog-ი აღნიშნავდა ბიჭს. არასუძლოვანს. პიცა აღნიშნავდა გოგოს. არასუძლოვანს. cheese, ანუ ყველი აღნიშნავდა პატარა გოგოს, ანუ არასრულწლოვანზე პატარას.
პასტა, პატარა ბიჭს, ice cream, ნაყინი, კაცს, სუბიექტების კაცს და ყველათ ალბათ person of color ალბათ შეიძლება ფერადკანიანი იყოს აღნიშნული, არ ვიცი. ჩემთვის აღარ არსებობს ოსკარი. აღარ არსებობს არანაირი დაჯილდოება, რაც იქ იმართება ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში და გულწრფელად რო გითხრათ, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ლოს-ანჯელესში წავსულიყავი, იმიტომ რომ მინდოდა და მენახა ის ხალხი, რომელიც დღეს სულს ერთადერთი პიროვნება, რომელსაც დღეს მე პატივს ვცემ, არის კანიე ვესტი. 2016-დან დაიწყო სიმართლის საუბარი, ხა ადამიანებმა გიჟად შერაცხეს. ალბათ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ალბათ არ უნდა იყოს საჭირო პოპულარობისთვის სცენაზე გახდა, როგორც საბრინა აკეთებს, ოლივია როდრიგო თუ რაღაცა კიდე, ტეიტი მაკლარენი თუ რაღაცა არ ვიცი, არც ვიცი სახელი გვარები ნორმალურად. ალბათ არ არის ეს სიშიშვლე საჭირო იმისთვის, რომ უბრალოდ კარგი ხმა აქვთ და კარგი მუსიკა. ალბათ არ არის საჭირო ეს რიტუალები და ლოცვები და ჰერცები, ისეთი, რომელიც ადამიანის ტვინზე მოქმედებს, ისე როგორც ლოცვა. დედას ერთად გვგზავრობდი კლასიკურ მუსიკას უსმედი მანქანაში და დედა მითხრა, რომ ეს არისო, რომელიღაც ან ლოცვა მითხრა, იმ ლოცვიდან აღებული ბგერები არის გადატანილი საკრავზეო. ანუ ლოცვას უკრავს. ზუსტად ისე არის ჩვენთვის ეხლა დღევანდელი მუსიკაც. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომღერალი აქცევს მასში ლოცვას. და არ გეგონოთ, რომ კარგ ლოცვას. როცა ამბობენ ადამიანზე სული გაყიდაო, დაუჯერეთ. ეს არ არის კონსპირაციის. დავწყვიტე, რომ ჩემი YouTube არხი ყოფილიყო ჰოლივუდზე. და რაც უფრო სიღრმეში ჩავედი და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავარკვე, იმიტომ რომ თქვენთვის მომეწოდები და მით უფრო უარესად და უარესად ხვდებოდი. ნებისმიერი ადამიანი აიღეთ. ჯიმ ქერიზეც ჩემს ვიდეოს თუ უყურებთ, მიხვდებით, რომ ეგეც მძიმე ვიდეო არ არის, სუბგისაყურებელი ვიდეო. ჯასტინზე საუბარიც ედმეტია. ამ ვიდეოშიც თქვი, რომ ჯასტინზე შემდეგ ვიდეოს ჩავწერ თქო თავიდან ბოლომდე კან. ეგეც კი არ მსურს იმდენად საერთოდ ნეგატიურ ინფორმაციას რო კითხულობ შენზე ეს ძალიან ადამიანზე ეს ძალიან მოქმედებს. მაგრამ მე რახან გადავწყვიტე რომ ამ საქმეში შევსულიყავი, ბარემ ბოლომდე მოგაწოდოთ ინფორმაცია რატომ არ ვდებ ვიდეოებს. PDD-ის შემდეგ არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ჰოლივუდზე რაღაცა გადავიღო. და ეხლა დაემატა ეს. უარესი. ამის უკან კიდე უარესი იმალება. არ ვიცით ამერიკის პოლიტიკაში დაახლოებით რა მოხდება, მაგრამ ეხლა მიდის რუსეთის ქებადიდება. ამერიკელი ხალხი აქებს პუტინს. იმიტომ რომ პუტინს აქვს ვიდეოში ნათქვამი, რომ ისინი ბავშვებს იყენებენო და აი ხედავთო პუტინი ოგვეუბნებოდა. დღემდე არ მავიწყდება. უკრაინის რაღაცა ჩატი იყო ტელეგრამზე გაკეთებული, სადაც სამხედროები დებდნენ სურათებს. თათებით მიჭედილი ცხოველები, ცოცხლად დატოვებული ძაღლები, კატები თათებით მიჭედილი. რუსების მიერ. სურათები იდო. ამას გარდა ბავშვების სურათები. ბავშვების, რომლებიც იყვნენ ღია. ალბათ ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება. რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ხასიათზე მოვიდეთ, რაღაცა მსგავსი რაღაცა ვქნათ, რომ არ გავაფრინოთ, ხო? იმიტომ რომ მარტო ნეგატიური გვესმის. და ზუსტად მაგიტო დავიწყე Prime House-ის რეაქციების ჩაწერა, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. და რაღაცა პოზიტივი დაგვენახა და გაგვეცინა და ამ თემაზე მიფუნება არ მინდოდა. საერთოდ. ერთ მომწერა სტრიმზე, რომ ხალხს მოწონსო, როცა ვიღაცა ცუდად არისო. იმიტომ რომ თავად ხალხია ცუდადო და ინფორმაციას როცა ისმენენ, რომ ვიღაცა მაცავით ცუდად არისო, ეს უფრო მოწონთ, ან მასზე უარესად რო არისო, ესო მოწონთო და დადეო ჰოლივუდზე ვიდეო. თავდე
დავდე ჰოლივუდზე ვიდეო. ყველა თქვენზე უარესადაა. ამ კუნძულზე ვინც იყო მსხვერპლი. არც ლაიქი არ მინდა, არც გამომწერი არ მინდა. თუ ესეთი გამომწერები მყავს, არ მინდა რომ YouTube-ი მქონდეს. ჯასტინი იმიტომ აქ ჩახორი, რომ ყველა მეორე მეკითხა, ქეთა ჯასტინზე კიდე დადე რა. ჯასტინზე კიდე დადე. რა უნდა დავდო ბავშვზე, რომელზეც კაცებმა იძალადეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც აშანტაჟებდნენ მთელი ბავშვობა, რომელიც ნარკოტიკზე შესვეს მის შეყვარებულთან ერთად და რომელსაც ყოველი დღე რთულად გადააქვს. და შეიძლება დღესაც ნარკოტიკზეა, იმიტომ რომ არ გამოიყურება ჯანმრთელად. რა გაინტერესებთ? თუ მე როდესმე შეიძლება დადგეს ეს დღე, მე ხო არ ვიცი. შეიძლება როდესმე წავიდე კალიფორნიაში და ქუჩაში შევხვდე ჯასტინს. ხშირად არის ესეთ შემთხვევები, რომ იქ დადიან, უბრალოდ დადიან მაღაზიებში. მე ვეცდები მაქსიმალურად და სულაც იმასთან არ გადავიღო. მივალ და ვეტყვი, რომ გაძლიერდეს და გამხნევდეს, სხვას ვერაფერს ვერ ვეტყვი. სხვერპს რა უნდა ელაპარაკო. რითი უნდა გამხნეო. ეს სელენას რაღაცებს რო ალაიქებს და მთელი ამბები როა, ზუსტად იმიტომ ხდება ეს, რომ ყურადღება გადააგ. რაღაც სხვაზე ფიქრობს. უნდა რომ რაღაცები დაივიწყოს ცხოვრებაში. ესე ხდება ხოლმე. მინდა რომ ჩემი კონტენტი იყოს რაღაცა მხიარულზე. დაუშვათ TikTok განხილვები როა. ანუ რაღაცა მხიარულზე ხო ხდებით? არ მინდა ისეთი კონტენტი მქონდეს, რომ ვიღაცებსაც მოწოს, რომ სხვა ადამიანი ცუდად არის. ეგეთებმა მიყურონ. ნახდათ არ მინდა. სერიოზულად გეუბნებით.